მოგესალმებით საქართველოს ყველაზე მშვენიერი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ხასხასა, ყველაზე კოპწია და ყველაზე მწვანე ქალაქ კურორტ წყალტუბოდან. მე გახლავართ იაკუ ხალაშვილი, წყალტუბოს სამუზეუმო გაერთიანების მენეჯერი, წყალტუბოსთანა დაკავშირებული ჩემი ყოველი წუთი დაბადებიდან დღემდე. ამიტომაა რომ უზომოდ ვარ შეყვარებული წყალტუბოზე და წყალტუბოელებზე. დღეს მაქვს დიდი პატივი და უფრო დიდი პასუხისმგებლობა ვიყო აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთი საუკეთესო გადაცემის წამყვანი და მასპინძელი. წყალტუბო ჩემთვის ყველაფერია, ჩემი ბავშვობა, ჩემი ყრბობა და ჩემი სიბერეც. კინოფილმის ფირებივით გაიარა ჩემს თვალწინ წყალტუბოს აღმშენებლობის, მერე დაცემის, დღეს კი აღორძინების წლებმა. მე მახსოვს გადატვირთული კურორტი, მახსოვს გადატვირთული პარკი, ძელსკამს ვერ მოძებნიდით რომ დამჯდარიყავით და დაგესვენათ. იმდენი დამთვალიერებელი და იმდენი მომსვლელი იყო კურორტში. ჭრელაჭრულა ავტობუსებით სავსე იყო, სადგურის წინამოედანი, ყველა სანატორიუმის სახელი ეწერა ამას და იქედან ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნიდან, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ჩამოსულ დამსვენებლებს მიაქანებდა აი ამ სანატორიუმებში. ყველგან ისმოდა სიმღერის ხმა სანატორიუმებიდან. პარკი სავსე იყო. ისმოდა სხვადასხვა ეროვნების და სხვადასხვა ქვეყნის მელოდიების ხმა. იყო სპეციალური სცენა, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ერთად ცეკვავდნენ, ერთად ხალისობდნენ. ძალიან მენატრება ის დრო, ძალიან მენატრება. ტკივილამდე, ცრემლებამდე მივდივარ რომ უყურებ ამდენ დაცარიელებულ სანატორიუმებს, თუმცა მიუხედავად დღევანდელი მდგომარეობისა, ეს სანატორიუმები კვლავ ისევ აოცებენ მომსვლელს და მნახველს, როგორც მაშინ, როგორც წლების წინ. ახალმა გენერალურმა გეგმა დიდი იმედი დამისახა, რომ ჩემი ჭრელაჭრულა სიზმრები, რომელიც წყალტუბოს უკავშირდებოდა, ისევ გამოცოცხლდება და ისევ ყველაფერი კარგად იქნება. წყალტუბოში უამრავი ლოკაციაა, სადაც ყოველთვის სიამოვნებას მიიღებს აქ ჩამოსული სტუმრები. დავიწყოთ თუნდაც აი ამ მონუმენტური არქიტექტურით. აქ იმდენი ნიჭიერმა ადამიანმა, იმდენმა ნიჭიერმა არქიტექტორმა დაასვა თავისი ხელი და დატოვა თავისი ნიჭი, რომ ამ სანატორიუმებში არქიტექტურა არსად არ მეორდება, ყველა განუმეორებელია, ყველა თავისთავადია. წყალტუბოში არის არაჩვეულებრივი პარკი, აი სადაც ვიმყოფებით, ეს ბალნეო ზონაა, 200-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ხიარი, რომელსაც სხვაგან ასე ერთად თავმოყრილს ალბათ ვერ სათვენახავთ. გვაქვს უნიკალური სარეაბილიტაციო ჯანმრთელობის კერები, უნიკალური მღვიმეები. წყალტუბო სტრატეგიულად ძალიან კარგ ადგილზე მდებარეობდა, ამიტომ იყო რომ წყალტუბო ქვეყანა, როგორც მას ისტორიკოსები უწოდებდნენ, განთქმული იყო თავისი ციხეებით. საკმარისია დავასახელოთ ხომულის ციხე, ჩუნეშის ციხე, ქვილიშორის ციხე, გვიშტიბის ციხე და ყველაზე გამორჩეული გეგუთის ციხე. ასევე წყალტუბოში გვაქვს ბევრი გამოჩენილი ადამიანის სახლ-მუზეუმი, დერჩი გვაქვს გიორგი ახვლედიანის აკადემიკოსის გიორგი ახვლედიანის სახლ-მუზეუმი, რომელიც 40 ენას ფლობდა, როგორც მისი თანამედროვეები ამბობდნენ. უნიკალური სახლ-მუზეუმი გვაქვს წერილის პუბლიცისტის ნიკოლოზ რტკიფანიძისა სოფელ ჩუნეში და დიდი ოტიას სახლ-მუზეუმიც ამშვენებს წყალტუბოს. ასე რომ თუ კი ვინმე ჯერ კიდევ არ დაგიდგამთ ფეხი წყალტუბოს მიწაზე, მოგძანდით ძალიან ბევრი საოცრებების და ძალიან ბევრი საინტერესო ადგილების ნახვა გელი. ჩვენ კი დავიწყოთ მოგზაურობა წყალტუბოში და პირველ ლოკაციად ავარჩიეთ აბაზანა ნომერი 6. წყალტუბო ყველასათვის კარგად ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტია, რომლის ისტორია შორს საუკუნეების მიღმა იკარგება. ლეგენდა წყალტუბოს წყლების აღმოჩენას წყემს მიაწერს, რომელიც თურმე ამ მიდამოებში ნახირს აძოვებდა და შემთხვევით წაწყდომია თბილი წყლის ტუმპოს. ჩაუყვია შიგ დაავადებული ფეხები და უჩვეულო შვება უგრძნია.
წყემსებისაგან სასწაულმოქმედი წყლების შესახებ შეუტყვია დახუთული მეგრელის დიოფალს. რამდენიმეჯერ თბილ წყალში ბანაობის შემდეგ დედოფალი სრულიად განკურნებულა და ასე გავრცელდა ლეგენდა, რომ წყალტუბოში არსებობენ სასწაულმოქმედი წყლებიო. მეორე ლეგენდის თანახმად, წყალტუბოს წყლებით ჭრილობებს იშუშებდნენო თამარ მეფის ომებში დაჭრილი მეომრებიო. სახელწოდება, როგორც ივანე ჯავახიშვილი გვეუბნება, წყალთუბანი უნდა ყოფილიყო თავიდან, რაც წყალუხვ ადგილს ნიშნავს. თუმცა ხალხური გადმოცემის მიხედვით, მეგრული ტოპონიმის მიხედვით, თბილ წყალსიშა წყალი, ტიბო, მეგრულად თბილი. ჩვენ ვიმყოფებით ახლა რომ იტყვიან კურორტის მარგალიტის შენობის წინ, ეს არის მე-6 აბაზანი, რომელიც მართლაც მარგალიტია იმ 9 აბაზანს შორის, რომელიც წყალტუბოში იმყოფებოდა. აბაზანა აშენებულია 1950-51 წლებში ტარასოვისა და ხიმშიაშვილის პროექტით. აქ წინა დიდი ორმო იყო, სადაც ღიაცის ქვეშ ღებულობდნენ აბაზანებს და იგი ცნობილი იყო ველური აბაზანების სახით. აბაზანა მიმდინარეობს უამრავი სამკურნალო პროცედურა, გადავინაცვლებს შიგნით ნახავთ, როგორი ლამაზია ინტერიერი. აქ ისწორებდა ყველა გამოჩენილი ადამიანი თითქმის. აი მე შემიძლია დავასახელო იოსებ ბესარიონზე სტალინი, რომლის კაბინა ისევე ხელში უხებია, როგორც იყო მაშინ, როცა იოსებ ბესარიონი აქ ისვენებდა ჩვენი ილია მეორე, რომელიც საუბარი ძალიან მინდის და სარგებლობს შემთხვევით და უსამძიმრე მთლიანად საქართველოს ილია მეორის გარდაცვალებას. აქ ისვენებდა გამალაბდენ დასერი, ეს იყო არაბეთის გაერთიანებული საამიროს ამირა. მე შემიძლია გავიხსენო ერთი პატარა მომენტი, აი პირდაპირ არის სანატორიუმი წყალტუბო. აქ ისვენებდა აი ეს გამალაბდენ ნასერი და როცა ის გადმოდიოდა მე-6 აბაზანაში, აბაზანების მისაღებათო, თან ახლდა უამრავი ცოლი, ამალა, ყველა თეთრსაცმელში გამოწყობილი და მოძრაობა ჩერდებოდა წყალტუბოში, როცა ისინი გადმოდიოდნენ აბაზანების მისაღებათო. წყალტუბოს სამკურნალო სპექტრი ძალიან დიდია. 60-მდე მეტ დაავადებას უხდება წყალტუბოს უნიკალური წყლები. ძვალსახსროვანი, გულსისხლძართა, გინეკოლოგიური, ბავშვთა, კანის, ნევროლოგიური დაავადებები და ღმერთმა ყველა კარგად გამყოფობს, მაგრამ ვისაც გჭირდება დამიმართულებით თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესება, გეპატიჟებით წყალტუბოში. და ეჭვი არ მეპარება, რომ ძალიან დიდ შედეგს დადებს წყალტუბოს წყლები. წყალტუბო მდიდარია მღვიმე გამოქვაბულებით. აქ ყოველწლიურად უამრავი ვიზიტორი სტუმრობს ამ მღვიმე გამოქვაბულებს. ყველაზე მონახულება მღვიმე გამოქვაბულებს შორის არის პრომეთეს მღვიმე და სათაფლიას მღვიმე. 2025 წლის სტატისტიკური მონაცემებით პრომეთეს მღვიმეში 290,000-ზე მეტი ვიზიტორი იმყოფებოდა, ხოლო სათაფლიის მღვიმეში 105,000-ზე მეტი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თეთრ მღვიმეში. წყალტუბოში 1000-ზე მეტი ადგილია, 1000-ზე მეტი მღვიმეა, სადაც პირველყოფილი ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია თეთრი მღვიმე. თეთრი მღვიმე, სადაც არის 3 დიდი დარბაზი, მუდმივად 13 გრადუსი ტემპერატურა. თეთრი შეერქვა ამ მღვიმეს, იმიტომ რომ სტალაქტიტები და სტალაგმიტები აქ თეთრი ფერისაა. მღვიმე სამკურნალო დანიშნულებისაა, თუმცა თავდაპირველად მის შესახებ ცოტამ თუ იცოდა. შემთხვევით მოსწავლეები, რომლებიც აქ თამაშობდნენ ფეხბურთს, ბურთი ჩამოუვარდათ, ჩამოვიდნენ, ნახეს, რომ დიდი სივრცე იყო და შემდეგ შეატყობინეს არქეოლოგიურ ექსპედიციას, არქეოლოგებს თბილისში და ჩამოვიდა არქეოლოგიური ექსპედიცია პროფესორების ალექსანდრე და კარლო კალანდაძის ხელმძღვანელობით. მაქვს დიდი პატივი, რომ წლების განმავლობაში მე მუშაობ ამ ადამიანებთან ერთად მღვიმეში ამ არქეოლოგიურ გათხრებზე. უამრავი ნივთი ამოპოვებული. მღვიმე იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მასში ორჯერ შემოვიდა პირველყოფილი ადამიანის საცხოვრებლად. ერთი 40-35,000 წლის წინათ და საკმაოდ მსუყე კულტურული ფენა დატოვა. შემდეგ მღვიმე ჩამონგრეულად საცხოვრებლად უვარგისი გამხდარა და 12-10,000 წლის შემდეგ ისევ შემოსულა პირველყოფილი ადამიანი აქ საცხოვრებლად და ეს მეორე კულტურული ფენად შენახულია. აღმოჩენილია უამრავი არქეოლოგიური ნივთი, რომელიც დღესდღეობით დავანებულია წყალტუბოს მუზეუმში და ამ მღვიმით დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლია
მობძანე და მოინახულონ. ღვიმე არის მნიშვნელოვანი იმით, რომ აქ მიმდინარეობს ასთმით დაავადებულების, ნერვოზია, ესეთი დაავადება, აი ამ ადამიანების მკურნალობა, ბავშვთა დაავადებების მკურნალობა. ღვიმე იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ დაემატა მას ახალი ფუნქცია, ღვიმეში მიმდინარეობს ღვინის ბუნებრივი დაძველების ტექნოლოგია შეიმუშავეს და დაძველებული ღვინის ადგილზე დეგუსტაცია ხდება. ღვიმეში არის ორმო, რომელშიც რაღაც გარკვეული თანმიმდევრობით განლაგებული იქნა 9 დათვის თავის გალა იყო განლაგებული, რომელიც არქეოლოგებმა აღმოაჩინეს. 2 ამათგან დღეს წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება, 7 კი თბილისში იყო წაღებული შესასწავლად. მოვედით კერაში. დღეს ჩვენი მასპინძელი იქნება ბატონი გიგა. იმერეთი განთქმულია თავისი კერძებით, იმერული კერძები, იმერული სამზარეულო ყოველთვის გამორჩეული იყო და ამიტომ ბატონო გიგა რა შემოგთავაზებ დღეს ისეც რომ საინტერესო იყოს ჩვენი მაყურებლისათვის. გამარჯობათ, ქალბატონოია, მოგესალმებით. მე მინდა შემოგთავაზოთ დღეს იმერული კერძები, რა თქმა უნდა, იმერული კერძები. დღეს შემოგთავაზეთ ფხალს, შპინატის და ჭარხლის ფხალს. ანუ ისპანახის ფხალს. კი, ისპანახის ფხალს. ანუ დავიწყოთ. და გავაკეთოთ. ფხალი ზოგადად იმერეთში ძალიან ბევრი სახეობის კეთდებოდა. დღეს დავმაყოფილდეთ ისპანახის ფხალითა და წითელი ფხალით, როგორც ჩვენ მეძახით მას. და ნეშოს ჭადი აუცილებლად დავაგემოვნებთ ნეშოს ჭადთან ერთად. აქ იმყოფება კინძი და ნიახური. კინძი და ნიახური. კი. ისპანახი უამრავი მინერალებით გამოირჩევა, უამრავი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა და ძალიან კარგი არჩევანია. კი, რა თქმა უნდა. ეს მოხარშულია, ხო, ალბათ რო მოხარშულია, კი. და მას რით ვკაზავთ ახლა? კინძით, ნიახურით, თეთრი ხახვით, ჩვენი საოცარი სუნელებით, მარილი, წიწაკა, ძმარი და ნიგოზით. მინდა უთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ ყველაფერი, რაც აქ მწვანილეულია და რომლითაც ძალიან ფასობს ეს ადგილი, ყველაფერი ადგილზე მოყვანილი. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, საკმაოდ დამსახურებული კულინარი ხარ გიგა და მაინტერესებს ასე საიდან მოხვედით კულინარიამდე. ეს ჩემი ბავშვობიდან იყო ძალიან საინტერესო. და როცა დავამთავრე სკოლა 11 კლასი, გადავწყვიტე წავსულიყავი თბილისში. ჩემი ბიძაშვილი იყო დაკავებული რესტორნის ბიზნესით და მივედი იქ სასწავლებლად. და აი ამ ხნის მანძილზე ძალიან ბევრი გამოცდილება მივიღე, ძალიან ბევრი რესტორნებში და ძალიან ბევრი სწავლა მივიღე და განათლება აი ამ სფეროში. და დღემდე მოვყვები ამ სფეროს. კარგი მასწავლებელი ყოლია, დასაწყისი კარგი ყოფილა და იმიტომ გაგრძელდა ყველაფერი ასე კარგად. ხო, თან ეს ისეთი საქმეა, თუ არ გიყვარს, ხო, არანაირი კერძი არ გამოგივა. კერძი ჭირდება ძალიან დიდი სიყვარული. ნამდვილად. რა მაინტერესებს, ახლა ხახს ვუკეთებთ აი ამას, მაინტერესებს ეს ხახი უმი უნდა იყოს თუ თუშავთ ზეთში და არა, ცოცხალი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ცოცხალი უნდა იყოს და უნდა იყოს წმინდა წვრილად დაჭრილი, რომ ეს მიღების დროს გაჯდეს გემოები ერთმანეთში. კი, აუცილებლად. ეხლა რას უკეთებთ აბა? ეხლა უკეთებთ გატარებულს ჩვენს უგემრიელეს ნიგოს. აი მას წვენი გამოღებული აქვს ნიგოს თუ პირდაპირ გატარებული ნიგოს? პირდაპირ გატარებული ნიგოს. და შეინარჩუნებს თავის კი, ცხიმს და ყველაფერს და იქნება ძალიან აბსოლუტურად ყველაფერს, კი. ჩვენი საოცარი. უცხოსუნელი თუ? არა. ამას მე თვითონ ვამზადებ, ჩვენ ყველა სუნელს ღებულობ და მე თვითონ ვაზავებ ჩვენ სუნელებს. ეს არის ხმელი კინძი, უცხოსუნელი და ასე შემდეგ. მიხაკდარიჩინიც აქვს, როგორც ჩანს, მაგას გემოაქვს. შემდეგში ნიორი აუცილებლად. გატარებული თუ დაჭყლეტილი თუ? გატარებული. ქვიჯაში. ქვიჯაში ამოყვანილი, კი. იმიტომ ჩვენი წინაპრები ყველაფერს ქვიჯაში ნახავდნენ. რა თქმა უნდა. სპეციფიკური სუნი და გემო აქვს განსხვავებული ქვიჯაში გაკეთებულ სუნელს. მარილი აუცილებლად გემოვნებით. შემდეგში დავგემოვნებთ, უნდა იმატებს დავამატებთ. ეს ჩვეულებრივ დაღერღილი პილპილი, ხო? კი, ძალიან ცოტა დაღერღილი და მწვანესაც ჩავაჭრი ხა ცოტას.
სულ ბოლოს ჩვენი мама პაპური ძმარი. ღვინის ძმარი. რა თქმა უნდა, ღვინის ძმარი. გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ეს არის ჩვენი უსაყვარლესი ჭარხალი. ეს ჭარხლის, ანუ წითელი ფხალია, ჩვენ ვეძახით, ხო? კი, წითელი ფხალი. რა მაინტერესებს, იცი? მე ხანისე ვაკეთებ და ხანისე და აი ამაში ბოლქვებიც ახლა შერეული ის. არა, ეს ბოლქვებით არის. მარტო ბოლქვებით არის. ფოთლები არ არის შერეული, ხო? არა. ეს ხო ეს უკვე წითელი ფხალია, ეს არის ჭარხლის. აჰა, ეს არის ჭარხლის ფხალი და მხოლოდ ბოლქვებისგან არის მომზადებული. ხმარობთ აბსოლუტურად იგივე მწვანილს, რაც გამოვიყენეთ ჭარხალში, თეთრი ხახვი, მწვანე წიწაკა, ნიახური და ქინძი. კი. ეს თქვენი საკმაზები, ჯადოსნური საკმაზი. ხოლო და მხოლოდ თქვენ რო იცით იმ საკმაზით. ნიორი გატარება, არა. დანაყული ქვიჯაში, სანახში. ქვიჯას ვეძახით ჩვენი ერეთში. კი. დაგირიგე. მუზეუმშიც ორგანყოფილებიანი ქვიჯები გვაქვს, იმიტომ რომ რაშიც პიტნა დაინაყებოდა, აი ნადუხს რასაც უკეთებთ და იმას, იქ არ უნდა დანაყული იყოს სხვა საკმაზი და მეორე განყოფილება აქვს ამ ქვიჯას, რომელშიც აი ასე ნიორი და ნიგოზი და რაღაცები ინახებოდა შიგ. და რა მაინტერესებს კიდე გიგანახე, ჩემ წინაპრები ამბობდნენ, რომ ქვიჯას რო იხმარის არაფრით არ უნდა გარეცხო. ხო, არა. მე ვრეცხავ და ვაჩრობ მზეზე, თუმცა ამბობენ, რომ ის უკეთესია, რომ არ ირეცხება. ხო, გემუებს იბჟინის და გამოყოფს სხვადასხვა გემოს. არ ირეცხება ქვიჯა, ბევრად უკეთესია. ბევრია ჩემიც სხვათა შორის არ ეცხავდა მაგას. კი ბატონო. მახსოვს. გადავდივართ სერვირებაზე. ეს არის მიკრობარდა. ქალბატონოია, ჩვენი კერძი დასრულებულია. ჩვენი უსაყვარლესი ფხალის ასორტი, ასე რომ ვთქვათ. ლამაზი და ძალიან გებრიელი, ორივე მოთხოვნილება საკმაოდ ნაირ სახეობა, მაგრამ კონკრეტულ კერძს ვერ გაგასიჭებთ ნეშოს მჭადის გარეშე. ძალიან უხდება ნეშოს მჭადი. და იმერეთში ეს ჩვეულებრივად მიღებული იყო ნეშოს მჭადი. კი, გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე და გამოვაცხოთ ჩვენი უგემრიელესი ნეშოს მჭადები. სურნელი წამოიღო. იცი ჩვენ ვიპრანჭებით და სახში როცა ვაცხობთ მჭადებს, უშვებით ამ მჭადის ფქვილში, აბა შაქარიო, აბა მარილიო, აბა პურის ფქვილიო, აბა რა ვიცი, ყველაფერი და ნეტა თუ აქ ხა უფრო განსხვავებული გემო. უგემრიელესია, უგემრიელესი. ხალხთან ერთად, იმიტომ არაფერი არ ეშრებოდა ჩვენ წინაპრებს, აი მას კომპლექსში ერთად მჭადი და ფხალი იყო საუკეთესო. ძალიან კარგი კომბინაცია სხვათა შორის. საერთოდ არც ერთი სუფრა და მით უმეტეს იმერული სუფრა ხაჭაპურის გარეშე წარმოუდგენელი. ეს არის ყველა სუფრის ყველაზე მთავარი ატრიბუტი. ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ იმერული ხაჭაპურის გარეშე სუფრა არ გამოგვდის. იმერლებს და არ შევრცხეთ, ახლა ისეთი უნდა გავაკეთოთ, როგორც იმერლებს ეკადრება. კეცის ხაჭაპური. კეცის ხაჭაპური, კი ბატონო. აბა რაში გვაქვს მოცემული ახლა ეს ცომი? რა გვაქვს ნახან, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ცომს სმეტანაო, მაწონიო, ზეთიო, კარაკიო, ყველაფერს უკეთებენ. აი თქვენ რითი გაქვთ ეს ცომი მოზელი? ჩვენ გვაქვს ძველი ტრადიციებით. აჰა. ადრე არ არსებობდა არც მაგის გლეხებს საშუალება ჰქონდათ და არსებობდა არც მაწონი, არც კარაკი, არც კი არსებობდა, კი არსებობდა და უბრალოდ არ იყენებდნენ. და აკეთებდნენ ძალიან ჩვეულებრივი რეცეპტით: მარილი, საფუარი და წყალი. წყალი რა ტემპერატურის უნდა იყოს? ბებია ჩემი ამბობდა, ხელს რო ჩადებ წყალში უნდა გიკბინოს ხელზეო წყალმაო. კი, აი სადღაც 7 წამი უნდა გაუძლო, რომ გიკბინს. ხო, თორემ მე უკვე საფუარს რომელსაც უშვებით, ის კარგავს თავის ფუნქციას. კი ბატონო, ეგრე არის. კი ბატონო, აბა ცომს როგორც უკეთებ, უფრო მკვრივი თუ უფრო ნაზი უნდა იყოს? ცოტა მკვრივი. ცოტა მკვრივი.
რამდენად ხშირია მომსველი უცხოელი თუ იცნობენ ქართულ კერძებს ჩვენსას და ძირითადად რას უკვეთავენ? კი, ძალიან ბევრი ტურისტი ვყავს, საკმაოდ რაოდენობის ტურისტი ვყავს. სხვადასხვა ეროვნების მომხმარებლები დადიან, უკრაინელები, ევროპელები, რუსეთიდანაც ძალიან ბევრი ვყავს და რა თქმა უნდა ქართველებიც. ქართველები სხვადასხვა რეგიონებიდან, რა თქმა უნდა. და უკვეთავენ ქართულ სამზარეულოს, ცდილობენ რომ ყველაფერი გასინჯონ. ეს ჩვეულებრივი ამბავია, როცა საზღვარგარეთ მივდივართ, როცა უცხო ქვეყნებში მივდივართ, ცდილობთ რომ დავაგემოვნოთ ის კერძი, რომელიც იმ კუთხისვისაა დამახასიათებელი. კი, რა თქმა უნდა. ეხლა ყველი იმერული ყველი გაქვთ, შერეული ყველია, ერთი სახის ყველია, მარილიანი ყველია და დამბალი თუ უფრო ჭყინტი ყველი გაქვთ. აქ არის ორნაირი ყველი, სულგუნი და იმერული. უბრალოდ იმერული ჭარბობს, სადღაც 70-80% არის იმერული, დანარჩენი კი სულგუნი. ძალიან კარგი და ეს ადგილობრივი პროდუქტია, წყალტუბოში ნაყიდია ეს ყველი? კი, რა თქმა უნდა, წყალტუბოში და ადგილობრივი ჩვენ თანამშრომლობთ გლეხებთან. ძალიან და კარგი. გლეხებისგან ვყიდულობთ ყველა პროდუქტს. ძალიან კარგი. დარწმუნებულია რომ ძალიან გემრიელი გამოვა, იმიტომ რომ ყველაფერი არის ნატურალური და ბუნებრივი. რა თქმა უნდა. ყველა კუთხეს თავისი დამახასიათებელი სამზარეულო აქვს, ყველა ეს სამზარეულო ძალიან ძვირფასია. მე მაგალითად პანკისის ხეობაში ვიყავი და იქ გავსინჯე ხაჭაპურს ეძახიან იმასაც, ოღონ ყველის მაგიერ ჭინჭარი ქონდა ჩადებული. საერთოდ არ გამიხედავს ხაჭაპურისკენ ისეთი გემრიელი იყო. კი, გეთანხმები, ქართველებს ძალიან დიდარი სამზარეულო გვაქვს, ძალიან დიდარი კულტურა დასახელება, კულტურა, ისტორია და ყველა კუთხე დიდარი ვართ და გამორჩეული ხაჭაპური. და ეს იმერული ყველაფერი იქ ხაჭაპური შეკული ძალიან დიდრები ვართ. საქვეყნოდ ცნობილია იმერული ხაჭაპური. რა თქმა უნდა. ჩვენი უგემრიელესი ხაჭაპური. ეთყობა რომ ძალიან გემრიელია, თვითონ ვიზუალი ძალიან კარგია. ზემოთ არაფერს არ უსვოთ ჩვეულებრივად. იმერულ ხაჭაპურს არ ესმება არაფერი. არაფერი არ ესმება, ასე ჩვეულებრივად მშრალს მივართმევთ ხოლმე სუფრაზე. მეგრულს კი, მეგრულ ხაჭაპურს მეგრულს ვიცი, ყველიც ეყრება კი, ზევიდან. ყველიც ეყრება ზემოდან და ესმება კიდეც. ესმება კიდეც. იმერულს არა, ხო? კი ბატონო. უგემრიელესია. არაფერთ არ მეგონა ასე ყოველგვარი მინარევების გარეშე ასე გემრიელი თუ იქნებოდა. ძალიან გემრიელია. მადლობა გიგა. ახლა რას ვაკეთებთ გიგა აბა? ეხლა გადავდივართ შემდეგ ეტაპზე და წიწილი შევწვათ კეცზე. და შემდგომ ჩავალაგოთ ტყემაში, წიწილი ტყემაში. წიწილი ტყემაში. ამას ფერზე ეტყობა, რომ ოჯახის ქათამიაო ჩვენში იციან თქმა. კი, რა თქმა უნდა. ეს სახსრებში დახსნილია ახლა, ხო? კარგად რო შეიწვა. კი, ტემპერატურამ შეაღწიოს ორგანიზმში და შეიწვას. მარტო მარილს ვაყრით, კი, მარილი არაფერი. მარილს ვაბასტურმებთ არც არაფერს. არა, არაფერს. შემდეგ შეწვის, შემდეგ ჩავალაგებთ ჩვენს უგემრიელეს ტყემაში. ძალიან კარგი. აბა? კარგით. რას ვაკეთებთ გიგა აბა? მოდი იცი რაია, ახლა სანამ ჩვენი წიწილი წვება და სანამ იწვება, შევაზავოთ მწვანე ტყემალი. აჰა. ეს როგორ გაქვს? იმერულად შევაახლოთ ტყემალი. ხო, გიგა ეს როგორ გაქვს შენახული ეს მწვანე ტყემალი, კაკლები გაქვს შენახული თავის კურკებიანად და მერე გადაკმაზულია თუ გადაკმაზულია და ისე გაქვს შენახული? ეს არის უბრალოდ მოხარშული და გაჩხეკილი. იმერეთში გაჩხეკას ვეძახით და ესენი გვაქვს უბრალოდ შენახული ხილებში. მოხუფული ალბათ ხო? კი, მოხმარების დროს ხსნით და ცივ ადგილზე შენახული თავისთავად. კი ბატონო. მოდი ახლა აბა რითი ვაახლებთ? მე ვიცი რომ ომბალო აუცილებლად უნდა. კი, კამა. კამა ეს თუ ცერეცო? ცერეცო, ხო. და ზოგი კამას ეძახი, ზოგი ცერეცოს. და კინძი. კინძი. ასე დაჭრა, ვერაფრით ვერ ვისწავლე. ბევრჯერ მოვინდომე, მაგრამ ვერ ვისწავლე.
ой, ასე უმათ, მე მეგონა დავნაყავდით. არა, ასე. ცოცხლად. ნიორს დავუმატებთ გიგა. რა თქმა უნდა. უმბალო და ნიორი. კი. მიცასებ გაზმა. თუმცა ნაყავს საკმას. და არც ის გამოდის ცუდი. მაგრამ აქ მე მგონი გემო უფრო შენარჩუნებული ექნება. რა თქმა უნდა. ცოცხალი გემოები იქნება. ცოცხალი მწვანილი, მარილი, ციცაკა, ნიორი. და სულ ბოლოს ჩვენი არომატებით სავსე ომბალო. დავაფშვით. კი, დავფშვით ხელში. როცა ომბალო იფშნება ხელში, არომატებს ხსნის. ეს ჩვენი გემრიელი წიწილა. აი ძვალიც კი იჭმება რო ამბობენ ისე ისე ხრაშუნა ძვალიც. დავჭრი ახლა ნაწილებად, გავუკეთებ სერვირებას და ზემოდან მოვასხამ ჩვენ გემრიელ ტყემალს. ტყემლის საწაფელს. ეს ჩვენი ტყემალი. აი ქალბატონოია, ესე გამოიყურება დაახლოებით ჩვენი იმერული სამზარეულო. ძალიან გემრიელი, ძალიან ლამაზია ყველაფერი. მადლობა გიგა რომ დღეს გვიმასპინძლეთ და ძალიან მსიამოვნებს რომ ასეთი ახალგაზრდა, ასე დახელოვნებული ხართ ამ მიმართულებით და ეჭვი არ მეპარებათ ჩემ ხელა რო იქნებით, უფრო მეტი შესაძლებლობები გექნებათ. ძალიან ვუნანობ რომ დღევანდელი ჩვენი ტური დასასრულს მივახლოვდა, მთელი დღე ერთად ვიმუშავეთ, მოგეჩვიეთ. სიამოვნებით დაველოდები სხვა დროსაც, როცა ისევ ჩამოვა წყალტუბოში აჭარის ტელევიზიის სხვა გადაცემებით. ძალიან დიდი მადლობა სტუმრებისთვის იმისთვის, რომ დრო გამონახეთ და ჩვენთან მობრძანდით წყალტუბოში. თუ გინდათ მიირთვათ არაჩვეულებრივი იმერული სამზარეულოს კერძები და თქვენი ჯანმრთელობაც ღმერთმა ყველა კარგად გამყოფოთ, გაიუმჯობესოთ წყალტუბოს უნიკალური მინერალური და სამკურნალო წყლებით. ნახვამდის, შეხვედრამდე წყალტუბოში.